თუ 14 თებერვალამდე ჩემი ინსტაგრამის გამომწერებია 67,000-ზე ვაიმეს გადაღება ვარდისფრად. რას აკეთებთ? ხალხო, ეგ ვიდეო დავდე რომ სახუმაროთ, რომ აი ცოტა გამომწერები მოიმატოს და ვითომ ვაიმეს რა 14 თებერვალამდე 3,000 მომწერი მომემატა 24 საათში. არა, ეგ მაგარია, მაგრამ ამას შედეგი რომ მოყვება ის რომ ვარდისფერად უნდა გადავღება ვაიმე და Hello Kitty-ები დავახატო და მეც Hello Kitty-ად უნდა გადავიქცე და არ მინდა. თქვენ რატო შემოგჩვით ეს მე ყველაფერი ჩემი დავიწყებ, მაგრამ არ მინდა. ფალებში იყურეთ? არ მინდა. თქვენით ხონდა ხდებოდეს რომ მე იმპულსური ადამიანი ვარ და ხანდახან არ მომისმინოთ. მე რა რო ეგ ჩემ მოსაგვარე პრობლემაა. დიახ, დავით, მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ, რა გაწუხებ? რა თავში თუ იდეა არა მაქვს, აი გაწუხებ. თუმცა მე ორი მხრივ ძალიან საინტერესო კონტენტი გამოვა. როგორ დადის ქუჩაში ლამის 100 კილოკაცი Hello Kitty-ის პიჟამოში, Hello Kitty-ის ბაიგზე და არიგებს Hello Kitty-ის ბრელოკებს. ან ვითომ ესეთი მარტივი ჩელენჯი ძალიან ჩაიხლართა. ვაიმეს ადვოკატი ჩაერთო საქმეში. მეთქი მიშველეთ, მე სჭირდება ერთი წუთი ადვოკატი როგორ თქვა? როგორ და აი ახლა როგორ თუ ეგრე უნდა თქვა. მე სჭირდება ადვოკატი თქო და ეგრევე მომწერა ჩემ ადვოკატმა და ახლა ჩემი და ვაიმეს ადვოკატი ერთმანეთთან ლაპარაკობენ. არ ვიცი, ახლა არ ჯობია ესეთი ვიზუალით ვიყო ვიდრე Hello Kitty-ის პიჟამოთი. ვაიმე, რა გავაკეთო? ჩემ ბრალი არ არის? შეიძლება ოდნავ ჩემ ბრალია. მე მოვიფიქრე ეს ჩელენჯი, მაგრამ მართლა არაფერი შუაში არ ვარ. იბათა სერიოზულად მიიღეს ყველაფერი. ქონდალია. დიდი მადლობა მართლა ვინც გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამი. მართლა ძალიან გვეხმარება რომ განვითარდეთ და საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, თუმცა ძალიან გთხოვთ 67,000-მდე არ ავიდეთ გამომწერები. ეს ისე უბრალოდ, რამე კი არა, თავს კი არ ვარიდებ რამე ჩელენჯს. დიდი მადლობა და ნახვამდის შავი ვაიმეთი გავიკატოებ, სანამ დრო მაქვს.